შვილო, ინტერნეტზე უნდა ვისაუბროთ. ნელ-ნელა ჩამოჯექი იატაკზე მის გვერდით. ის Minecraft-ს თამაშობდა. გვერდით მარცხნივ სხვა მოთამაშეების კომენტარები იყო. და ვუყურებდი როგორ ერთობოდა თამაშით. შვილო, შეიძლება ცოტა ხანი კომპიუტერი გამორთო. მან ლეპტოპი დახურა და შემომხედა. მამა, კიდევ ის მოძველებული საშიში ისტორია უნდა მომიყვე. მე გავითამაში თითქოს და მეწყინა მისი ნათქვამი. და შემდეგ გავუღიმე და ვუთხარი. მე მეგონა ჩემი ზღაპრები მოგწონდა შვილო. ის ჩემი ისტორიების მოსმენაზე გაიზარდა. მაჩვენებებზე, ვამპირებზე, ალქაჯებზე. სხვა მშობლებისგან განსხვავებით მე ვიყენებ ასეთი სახის მორალს, რომ ვასწავლო მათ, რომ შეიძლება საფრთხე ყველგან იყოს და ფრთხილად უნდა იყვნენ. ჩემნაირმა მარტოხელა მამებმა ყოველთვის უნდა გამოიყენონ ასეთი სახით აღზრდა ბავშვის. მოკლედ დაუბრუნდეთ. მან მითხრა, ადრე საინტერესო იყო შენი ისტორიები, როცა 6-ის ვიყავი. ახლა 10-ის ვარ და რაც უფრო ვიზრდები, უფრო აღარ მაშინებენ. კარგი შვილო, ამჯერად ინტერნეტის შესახებ მოგიყვები და იმ უცნობი ადამიანების შესახებ, რომლებიც მათ მიღმა იმალება. მან გამაწყვეტინა, კი, მაგრამ თუ ამას მოყვები, შეიძლება ძალიან საშიში გახადო. ჩაფიქრებული სახით შეხვედე მას. შემდეგ მან მითხრა, მამა, მე უკვე 10 წლის ვარ, მე ამას შევძლებ, არ შემეშინდება. მე ვუთხარი, კარგი, შევეცდები, შემდეგ კი დავიწყე. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბიჭი, რომელსაც კობა ერქვა. მან ღრმად ჩაისუნთქა მოწყენილობისგან, ზუსტად ეტყობოდა, რომ არ იყო გაოცებული დაწყებით. მე გავაგრძელე. ერთხელ კობი ონლაინში შევიდა. ის პარტიში რამდენიმე ბავშვი დაუჯოინდა. რამდენიმე ხელის შემდეგ ის დაუმეგობრდა ერთ ბავშვს, რომელიც იგივე 10 წლის იყო. მას Helper 23 ერქვა, რა თქმა უნდა ფსევდონიმით. მათ ერთნაირი თამაშები მოსწონდათ, ერთნაირი შოუ, ერთნაირი მულტფილმი. ერთმანეთის ხუმრობებზე ეცინებოდათ. ახალ თამაშებსაც თამაშობდნენ და რამდენიმე თვის შემდეგ მათი მეგობრობა ძალიან გაძლიერდა. კოვამ Helper 23-ს 6 ბრილიანტი აჩუქა, რომელიც ძალიან ძვირფასი იყო ამ თამაშისთვის. ასევე კობას დაბადების დღეც მომდიოდა და Helper 23-ს უნდოდა, რომ ძალიან მაგარი საჩუქარი გაეკეთებინა კობასთვის რეალურ ცხოვრებაში. კობამ იფიქრა, რომ არ იქნებოდა ცუდი, რომ მისი მისამართი მიეცა, რომ საჩუქარი გამოეგზავნა. იმის მიუხედავად, რომ მისი მშობლები ეუბნებოდნენ, რომ არავის მიეცა მისამართი, განსაკუთრებით უცხომებისთვის, მან მაინც მისცა. ჩემი ისტორია დაუპაუზე და ვკითხე ჩემ შვილს. კარგი აზრი იყო მისამართის მიცემა. მან თავი გააკნია, რაც არას ნიშნავდა. მაშინ მიხვდი, რომ ისტორია მისთვის უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა. მოკლედ გავაგრძელებ. კობა დამნაშავედ გრძნობდა თავს მისი მისამართი რომ მიცა. შემდეგი ეს გრძნობა უფრო და უფრო გაძლიერდა. შემდეგ ღამეს მან იფიქრა, რომ ყველასთვის კარგი იქნებოდა თუ ეტყოდა თავის მშობლებს, რაც გააკეთა. ძალიან კი გაუბრაზდებოდნენ, მაგრამ ამად ღირდა. როდესაც ეს გაიფიქრა, მან სახლში რაღაც ხმები გაიგონა. თითქოს დანაბიჯები ახლოვდებოდა. ბიჭმა ნერვიულად დაიძახა. მამა, რაღაც უნდა გითხრა. მამამ კარებში მხოლოდ თავი შემოყო. სიბნელეში მის სახეს ვერ მომჩნევდი. მისი თვალები რაღაც უცნაურად იყო ჩაწითლებული და მე მგონი პირიც არ მოძრაობდა. დიახ შვილო, მამა შენი ვარ. შევნიშნე, რომ ხმაც უცნაური ქონდა. კარგად ხარ მამა? აჰა, მან მითხრა. მე მამას შევეკითხე. დედა მანდ არის? დედას თავიც გამოჩნდა. მეც აქ ვარ შვილო, მისი ხმაც ძალიან არანატურალური იყო. იმის თქმა ხო არ გინდოდა, რატომ მიეცი Helper 23 შენი მისამართი? ეგ არ უნდა გექნა. შენ ხომ გითხარით, რომ არავისთვის მიგეცა ჩვენი პირადი ინფორმაცია? Helper 23 არ იყო სინამდვილეში ბავშვი, უბრალოდ თავს გაჩვენებდა, რომ იყო. იცი რა გააკეთა მან? ჩვენ სახლში შემოვიდა და ორივე მოჰკვლა. შემდეგ საუბარი წყდება და კარები გაიღო. და მე დავინახე კაცი, სვეტ პიჯაკში. მას ჩემი მშობლების მოჭრილი თავები ეჭირა ხელში. კვლელმა თავები დააბლა დააგდო და დანა მოიღო, რომ ბიჭზე დაეწყო მუშაობა. ჩემმა შვილმა სახეზე ხელები აიფარა, მაგრამ ამბავი ხომ ეხახას დაიწყო. რამდენიმე წუთში კობას ყვირილი ტირილად და კვნესოდ გადაიქცა. შემდეგ მან პატარა ბავშვის ტირილი გაიგო. Helper 23-ს ბავშვი არასდროს მოუკლავს, ამიტომ ძალიან გახარებული იყო ამ ამბივით. მან დანა გამოაძრო კობას, გაწმინდა, ტირილს გაყვა და ბავშვის ოთახამდე მივიდა. მან ბავშვი ხელში აიყვანა, რომ უკეთესად დაენახა. ბავშვის ტირილი ხიმილად გადაიქცა. Helper 23-მა ხელები გაიწმინდა საბანზე, რომ ბავშვს მოფერებოდა.
მისი სადიზმი რაღაც თბილად გარდაიქმნა. ბავშვი ოთახიდან გამოიყვანა, მას ალექსი დაარქვა და გაზარდა როგორც საკუთარი შვილი. როცა ისტორიის მოყოლას მოვჭი, ჩემი შვილი შიშისგან კანკალებდა. მან განცვიფრებულად ვკითხა: ხო, მაგრამ მამა, მეც ხომ ალექსი მქვია. მე მას თავზე ხელი გადაუსვი და უთხარი: რა თქმა უნდა შვილო, ალექსი ქვია. ის მეორე სართულზე ტირილით გავარდა თავის ოთახში. მე მგონი მოეწონა ჩემი ისტორია. და თქვენ?